მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, სწორი კვების და თონის კოლექციის კონსულტანტი ჯავათქვეს სამსახურში და დღეს მინდა შევეხო თემას ისევ რატო სუქთებით, ისევ რატო ვიმატებთ და ისევ თავიდან რატო იქნება წონის პრობლემები. მაგალითად დავიკელით თუნდაც ჩემი პროგრამით, ჩემი კომპანიის პროდუქტით, დახმარებით, ან ნებისმიერი სხვა პროგრამით და რაღაც დრო გავიდა და ისევ დავიწყეთ მომატება. რატო ვერ ვინარჩუნეთ. პირველ რიგში შევეხოთ თემას თუ რატომ ვიმატებთ ადამიანები ზედმეტყუნას და რატომ გვექნება ამ თემასთან ერთად ზედმეტი სიჯანსაღის პრობლემები. რატო ვიმატებთ, ხო? ესე იგი ვიმატებთ პირველ რიგში იმიტომ რომ არ ვუვლით ჩვენს სხეულს, ჩვენს რეალურ ერთადერთ სახლს და მანქანას ვეძახოთ ხანდახან ჩვენს სხეულსაც, მანქანას, რომელსაც ყველაზე მეტი მოვლა და პატრონობა სჭირდება. ვჭამთ ყველაფერს, რაც გემრიელია, თანამედროვეობის პრობლემა ეს არის სამწუხაროდ რომ ძალიან ბევრი შემოთავაზება გვაქვს ბიზნეს სამყაროდან, საჭმელით კეთდება ძალიან მაგარი ფული, ყველა ქვეყანაში დამატებით ჩვენთანაც და ბოდიში და ყველა ფეხაზე კიდე რას უშვებს ძირითადად რა. უმრავლეს შემთხვევაში 95-99% შემთხვევაში ლიჟბი ბოდიშან სულ იყოს გემრიელი, ამატებენ ათასნაირი გემოს მიმცემეს, სუნის მიმცემეს, ფერის მიმცემეს, კონსერვანტებს, უმახინჯეს ყუდან კონსერვანტებს, მაგალითად ფორმალის და მსგავსებს პროდუქცია შეინახოს და საკვების გარდა ეს ხდება ყველაფერი, მხოლოდ საჭმელია, მხოლოდ კუჩი ჩადის. არანაირი სარგებლობა არ აქვს, ამაჟ ვეძახთ ორმაგ ხაფანგს, ესე ვეძახით ჩვენებურად, ჩემებურად. ანუ პირველი არის რომ არანაირი სარგებლობა არ აქვს, არანაირი ვიტამინები არ აქვს, არანაირი მინერალები არ აქვს, ორგანიზმს რაც ჭირდება საშენ მასალად და მეორე უბედურება კიდე არის ის, რომ ხოსარგებელი არ აქვს, დამატებით არის საწამლავი, ათასნაირი ფერის მიმცემი, გემოს მიმცემი, სუნის მიმცემი, მკვდარი კონსერვანტი და ცალკე იმით რომ სარგებლიანობა ნული აქვს, დამატებით აქვს თავის ბუნებრივად როგორ აკეთებენ, არ ვიცი რატო აკეთებენ, საწამლავი, რომელიც ორგანიზმს დამატებით წამლავს, შხამავს და ათასნაირი პრობლემას და სიჯანსაღის დაავადებებს ქმნის. ამიტომ ვიმატებთ. და როგორ ხვდებით წონას, როგორ ვიკლევთ? წონას ვიკლევთ, როცა გადავდივართ ახალ სტილზე, ანუ პირველ რიგში უმრავლეს შემთხვევაში და სასურველია და ვიწყებთ ფიზიკურ აქტიურობას, რაც გვაქვს იმასთან შედარებით ცოტა მეტს მაინც, რაღაცით გავდებით, რომ ფიზიკურ აქტიურობას ჩაგვეთვალოს და ვიწყებთ სხვანაირ კვებას. პირველ რიგში დაბალკალორიულს, რომ დაბალკალორიული მივიღოთ და ზედმეტი ცხიმი მოვიშოროთ, ცხიმი იცოდეთ რომ არ არის ცუდი, ცხიმი საჭიროა, ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი საწვავია, მაგრამ ზედმეტი იქნეს რა თქმა უნდა პრობლემებს. არასწორი კვება გვაძლევს ზედმეტ ცხიმს. ორგანიზმს რაც სჭირდება, იმას ყოველთვის მეტ და მაღალ კალორიულს ვაძლევთ დაბალ სარგებლიანობით, რაც ორგანიზმს აყენებს ასეთ სიტუაციაში, რომ უნდა შეინახოს ზედმეტი ცხიმი, ვეღარ იშორებს და ინახოს